მშვიდობის მეცხრე საინფორმაციო სამსახური დღის ამბებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ახალ 2 საათზე სოსო კაცდაძესთან ერთად. Paruli video ჩანაწერი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით როგორ იკერებოდა ფოტოგრაფების საქმე. გიორგი აბდალაძემ ექსკლუზიურად მეცხრე არხის Paruli video ჩანაწერები მიაწოდა, რომელიც კლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაღებული. ჩანაწერში ნათლად ჩანს თუ როგორ სთხოვს კუდის თანამშრომელი გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციგიძეს აცილება გააკეთონ საკუთარ ადვოკატებთან დაკავშირებით და შინაგან საქმე და სამინისტროსთვის მისაღებ ადვოკატს დაურეკონ. გიორგი აბდალაძის ინფორმაციით ეს ჩანაწერი მხოლოდ ერთი ეპიზოდია ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ის ამბობს რომ სხვა ჩანაწერებიც არსებობს და არ გამორიცხავს ძალიან მალე ახალი სკანდალური Paruli მასალები გახდეს საჯარო. უნდა მისი აქტილება შენი სამაგათა. და შენ ინტერესებს დაიცავს სხვა ადვოკატი. დამბაზოვა ხალხურა პროექტი. ანუ რო არ დაიწყო მაგას კიდე ზედმეტი ფართობი რა, ეგრე ჯობია რა. ეხლა პროცედურულად ესე დაგაჭრა დავაკეთებ. შენ დაიწყე განცხადება საუნჯების სახელზე, და ტექსტზე ესე გამოსაკრო ჩაიწერე, მას ჯერ დაიგიხო. და იგივე რომ 21 ივლისს ჩემი დაკითხვის დასრულების შემდგომ როგორც იყო პროკურატურას მიმართ განცხადებული საპროცესო სამოდი გაგონების თავზე. რადგან ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები ბესელია მაჯარაშვილი ჩინჩალაძე და ჩიკოვანი არ გამეთანხმდნენ. და მნიშვნელოვანი უარი დააფიქსირა ჩემს განცხადებაში. ვინაიდან ჩემი პოზიცია არ ამსაუბრა ადვოკატების პოზიციას და ისინი მოხმარებენ ჩემი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მას მიმართ ვაყენებ აცილებას და არ მსურს მათ დაიცვან ჩემი ინტერესები. აქედან გამომდინარე, თქოს მნიშვნელოვნად საპრობილის ადმინისტრაციის წინაშე ნება გამწვან მისაღებრო სატელეფონო ზარი, რასაც ჩემი ინტერესების დასაცავად მოუწია ჩემი ნაცნობი ადვოკატი. მიირდათ ხამათად. ეხლა გეტყვიეს რატოა შენი ნაცნობი ადვოკატი და რატო არის ეს მიირდათ ხამათად. მეტი იმისთვის რომ მე დამატებით შეკითხვები არ ეკვოთეს და როგორც იციან ხოლმე ჩემ ადვოკატებმა და როგორ ანაირად ეს არის საფუძველი იმისა რომ შენ მოიწევს სხვა ადვოკატს. და ეს ლონჯობინი ჩვენ რომ ეს მიირდათ ხამათაზე არის იმითო მიცნობს შენ ადვოკატს ამ შენი ძველი ნაცნობია და მინდა რომ შენი ინტერესები და იმას დაიწყეს ვერან დრაგის სამოში, მინდა რომ შენი ინტერესები დაიწყოს შემო ადვოკატმა. ხო და ნაცნობია და მაგითო დახიან. აი ამის საფუძველზე ამას შენ ადვილად ადმინისტრაციას ხო ჩაოლები როგორც წესი გარიგია ადმინისტრაცია უზამის გამომძიებელს და გამომძიებელი შემოდის წერილით აქ და გეუბნებას თავს ანუ ღვთავს შენ რომ ისარგებლო სატელეფონო ზარი რომელიც უკრება შენ კანონით გავს. ამის შემდეგ შენ ურეკავ უკვე ამ კამადადეს და ეუბნები რომ მე ვარ გიორგი აბდალაძე როგორ ახარ ამ მოიხავ ჩაოლებრივ მე ვარ გიორგი აბდალაძე და მსურს რომ მე ვარ ანუ დაგალებული ამ ბრალდებით ვარ საპრობილეში და მსურს რომ ჩაერთო ჩემს საქმეს და ჩემი ინტერესები დაიცვა ძეით. ეს სიტუაცია გამომძიებელი ტელეფონის არ დაგარეკია, გადაგიყვანენ კორპუსი, ის ტელეფონი რო არის. ანუ ადმინისტრაცია ნება დასწორდა რომ დაურეკო, ეხლა მე ტელეფონის ნომერი დაგიწერ, აგერ არის ტელეფონის ნომერი. და დაურეკე შეულებრივ, ანუ ტექსტი დაიწყე მასე რა, რომ ახლა როგორ ახარ, მე ვარ ზურაბ ქურციგიძე, ვარ ნუმერო საპრობილეში და მინდა რომ ჩემი ინტერესები დაიცვა შენ, ვარ დადებული თქვა ამოღლი და მინდა რომ ჩემი ინტერესები შენ დაიცვა და ეს ჩაერთი ამ საქმეში. მისით გაგიგოს რაღაცა ლაპარაკობ და დრო გამოჩნდეს რა. ანუ ეცადე რომ ის ცოტა თეორიული შინაურული საუბარი რო გაუშვა რა ცოტა ესა კახათთან დანდები ამ ეგეთი რამე არ გინდა. ვითომ ისნო რა. მე შინაურული იმრო არის ნიტორ. იმანიც ისე პრობლემა არ გაუგდება, გაგიგოს შეუძლებელი ვიცი. თუ არ იყო შანსი არ არის. შანსი არ არის. ხო. ანუ გამეის რო პრობლემა. არა, მე არ გადაგუნდები, შენ შეუძლებელი ანუ მე მოგე კახრამაჯო როგორ ახან როგორ ქურციგიძე მე და პასაპორტში ვარ და ანუ ჯაშუშობის ვარდი ვარ დაგავებული და დაიმხო რომ მინდა რომ შენ დაიცო ჩემი ინტერესები ვინაიდან მე კი მყავს ადვოკატებმა რომ მინდა რომ შენ დაიცო ჩემი ინტერესები მინდა რომ ვიცნო ბენდობი და ასე შემდეგ რა განჩეთ ისმენ გამიბოს ლაპარაკი რაღაც ნახევარი თუ სამავი რომ იყოს ხა რომ ამ ჩვენ სამოვიცრო ჯენერაცია დანარჩენი ყველა უნდა იცოდეს რომ იცნობს
ახმედ ჩატაევის პროცესი საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩატაევს დღესვე გაათავისუფლებდნენ, თუმცა პროცესი რამდენიმე დღით პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის მოთხოვნით გადაიდო. ამის მიზეზი ისევე როგორც წინა სასამართლო პროცესებისა მოწმეთა გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა პროკურორს გაფრთხილება მისცა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უზრუნველყოს მოწმეთა გამოცხადება. ახმედ ჩატაევის მომდევნო სასამართლო პროცესი ხუთშაბათს 29 ნოემბერს დილის 11-ის ნახევარზე გაიმართება. Ფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ აჭიანურებს და სასამართლო კიდევ აკმაყოფილებს მის მოთხოვნას გადადებასთან დაკავშირებით. არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მას არ წარმოედგინა დღეს ეს მოწმეები ვინაიდან წინა სასამართლოს ხდომაზე, მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გადადა პროცესი სწორედ მოწმეების წარმოუდგენლობის გამო. დღეს ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ახმედ ჩატაევი კიდევ თუნდაც ერთი დღე ყავდეს ციხეში. ნინოშვილის ქუჩაზე რუსული ეკლესიის უკან მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სოსო ჩიკობავა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს. მკვლელობა ქონებრივ დავას უკავშირდება ეჭვმიტანილი თბილისში მცხოვრები ნიკოლოზ ხუბაშვილია, რომელიც დანაშაულს აღიარებს. დამნაშავე თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივებისა და ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის დავით მამულაშვილის განცხადებით ამოღებულია დანაშაულის იარაღი, საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება. მე ვერცხლის ქუჩიდან მოვდიოდი, იარაღი იქა მქონა, ჩემი საკუთარი მაკაროვისა შენახული მქონა და გადმოვიტანე, თან მქონა ჯიბეში მედო და მოვდიოდი 9 ძმის ქუჩის მიმართულებით და ეკლესიაში შევიარე სანთლების ასანთებად, იქ მარჯანიშვილის. და ნახე მაგისი მანქანა გაჩერებული იყო და მივედი და დაველაპარაკე მეთქი, რომ წოდე არ მეთქი 15000 რო დამაკისრეს მეთქი შენი მოტყუებით 10 წელიწადი მეთქი ჩემ სახლში იცხოვრე, უქურლოთ ურამოთ მეთქი და მადლობის მაგიერია და დამიწყო აქეთკენ გინება, ხელი აქეთკენ წაღება, ხელების გაშვერა გამოშვერა და მეც ვერ მოითმია ამოვეკე და ვესწროე. 2012 წლის 25 ნოემბერს ქალაქ თბილისში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე რუსული ეკლესიის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლული იქნა მოქალაქე სოსო ჩიკობავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე მუხლის შესაბამისად. კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული იქნა მოქალაქე ნიკოლოზ ხუბაშვილი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მკვლელობის საქმეში $15,000 ფიგურირებს. კომენტარს ეჭვმიტანილის ადვოკატი აკეთებს. ნაირა ოთიაშვილი ამბობს, რომ შელაპარაკება სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ადვოკატის ინფორმაციით მოკლული ჩიკობავა და მისი მეუღლე ეჭვმიტანილს ფულს უკანონოდ თხოვდნენ. ძნელი ხარ თქვენ საქმეში ხარ ჩაყრილი და გასაკეთებიათ. თუ შელაპარაკება მოხდებოდა, ეს იქნებოდა იმ სასამართლო გადაწყვეტილების გარშემო, რომელიც აბსოლუტურად ყოველგვარი გარემოებებიდან გამომდინარე უკანონოდ წყვეტს საკითხს იმ ფონზე, როდესაც გამოიკვლია ყველა მტკიცებულება და რამაც დაადასტურა, რომ თანხა $15,000 არ ყოფილა გადაცემული სოსო ჩიკობავას მიერ მანანა ხელაშვილსა და ნიკოლოზ ხუბაშვილის ოჯახზე. რეალურად მოწმეებმა წინასწარ გამოძიებაშიც სასამართლოშიც დაადასტურეს, რომ ამ თანხის გადმოცემა არ მომხდარა. ვანო მერაბიშვილი არაფერს გამორიცხავს და მზადაა იმ შეკითხვებს უპასუხოს, რომელიც საზოგადოებას და გამოძიებას აინტერესებს. მერაბიშვილის მიერ ბრალი, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, არასერიოზული და ბუნდოვანია. ყოფილი პრემიერი ბოლოდროინდელ დაჭერებზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. ამ შერჩევაში შედიოდა გარკვეული ტესტების და გამოცდების ჩაბარება. ეს იყო არ მოძღვარლობას შინაგან სამინისტროს რომ გრძნობ თუ არა საფრთხეს, რომ მაგალითად ხვალ დღეს შეიძლება თქვენც დაკავებული. იცით რა, მე სამწუხაროდ ამ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება მთავარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მე მგონი არ არგებს, მე ხამ შემთხვევაში ჩემ დაცვით არა ვარ დაკავებული, ზოგადად საუბრობ, არ არგებს არც ახალ ხელისუფლებას საქართველოს იმიჯს, რაც არ უნდა დიდი სოციალური დაკვეთა იყოს, ხელისუფლების ვალია, რომ ყველა დაბიჯერებას ის გადადგავს და ჩვენ გვაქვს ამის დიდი გამოცდილება, ჩვენ დროსაც ყოფილა სერიოზული სოციალური დაკვეთები, მაგრამ როგორც ჩვენ 9 წლის განმავლობაში არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ხას უსწავლ, არც ერთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ არ განხორციელებულია სამართლიანი დევნა
მე ამ შემთხვევაში ჩემი თავის დაცვისთვის არ ვიძახი ამას. მე ვთვლი რომ ეს რა თქმა უნდა ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოებრობას ჩვენ საერთოდ იმიჯს ხელს შეუშლის. კიდევ თუმცა თუ რა თქმა უნდა მე არაფერს არ გამოვრიცხავ და მე მზად ვარ პასუხი ვაგო და გავწერში ყველა იმ შეკითხვას პასუხი რომელიც საზოგადოებას ან მართლმსაჯულებას აინტერესებს. პანა ბერებიშვილის განცხადებას მასშტაბურ ამნისტიასთან დაკავშირებით რუსთავის საშელახსრულების დაწესებულების მშავდებულები აპროტესტებენ. პატიმრები აცხადებენ, რომ მიუღებელია მერაბიშვილის განცხადება, რომელიც ამნისტიის მიზანშეწონილობას ეხება. ვინაიდან არაერთი ადამიანი წლების განმავლობაში სასჯელს პოლიტიკური მოტივით იხდიდა და მათ სპეციალურად ჰქონდათ ბრალი მძიმე მუხლებით წაყენებული. მერაბიშვილმა რუსთავი ორთან საუბრისას განაცხადა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამნისტიის ის მუხლები, რომლებიც მძიმე დანაშაულს ეხება და 1/3-ით ამცირებს სასჯელს. ყოფილ ხელისუფლებას უმცირესობების, მათ შორის სექსუალური სუფლებების დაცვა დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია ევროპულ ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია. ჩვენთვის ძნელია ამის მიღება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ეთიკას. მანანა კობახიძის მიერ საქინფორმისთვის ერთი წლის წინ მიცემული ინტერვიუს ამონარიც გამოცემა ფიგარო აქვეყნებს. კობახიძის ეს განცხადება საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის წევრის განცხადება დისკრიმინაციულად შეაფასეს. ვიცე-სპიკერის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე არაერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა მისგან დამატებით განმარტებების გაკეთება მოითხოვა, თუმცა კობახიძეს არც სოციალურ ქსელში და არც მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. რამდენიმე საათში თბილისში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეთრინ ეშტონი ჩამოვა. რამდენიმე საათიანი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ქვეყნის პირველ პირს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიგიძესთანაც. გამგზავრებამდე ეშტონი მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგს გამართავს. ამრჩეულთა ლიგა 2004 წლიდან სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონების გასაჯაროებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოძრაობის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა. ამრჩეულთა ლიგის წარმომადგენლების განცხადებით მათ სარჩელზე სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს ჩაინიშნა. შეგახსენეთ, რომ ამრჩეულთა ლიგამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 14 ივლისს განცხადებით მიმართა და სიმბოლურ ფასად გაყიდული ქონების ნუსხის გასაჯაროება მოითხოვა, რაზეც მოძრაობას უარი უთხრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამრჩეულთა ლიგამ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 17 აპრილს, ამას 17 აპრილს მოვითხოვეთ პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლებიც შეეხებოდა სიმბოლურ ფასად ერთლარად მესაკუთრეებზე სახელმწიფო ფონდების გადაცემას. მოთხოვნილზე პასუხი არ გაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. იძულებული ვიყავით ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით გვესარგებლად და გაგვესაჩივრებინა ერთჯერად და ზედა ინსტანციაში და მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს, სადაც ანალოგიურად არანაირი პასუხი არ მოვიდა და იძულებული გავხდით, რომ მივმართა სასამართლოსთვის. ახალი ორზე განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას მოზარდ მაყურებელთა თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლები მმართველის გადაყენებას და თეატრში აუდიტის შესვლას მოითხოვენ. ყოფილი თანამშრომლები კულტურის მინისტრის მოადგილეს ხათუნა ხუნდაძეს შეხვდნენ და მისგან მიიღეს დაპირება, რომ უწყების კონკრეტული გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. დაიწყო განთავისუფლება ნიჭიერი ადამიანების, ვინც მას ეწინააღმდეგებოდნენ. და ამას მოყვა ჯერ პირველად ახალგაზრდა რეჟისორების გაშვება, შემდეგ მოყვა 10-15 კაციანი მსახიობების და შიგნით კიდევ რეჟისორების გაშვება და ბოლოს მარტში მოხდა ჩვენი განთავისუფლება 40 თანამშრომლის. რამოდენიმე ისეთი სპექტაკლი ჰქონდა, რომ ბარე დიდ თეატრებში არ ყოფილა ეს სპექტაკლები.
ეს იყო გაწერელიას დროს, ეს იყო თენგიზ მაღალაშვილის დროს და ეს თეატრი აღარ არსებობს საერთოდ. 4 შაბათს ჩამოდენ, 4 შაბათს კიდევ ერთხელ დავსხდებით, ეს ყველაფერი განხილულია და აქ მინაწერებიც არის, ჩვენ განვიხილეთ, დევს ჩვენი რეზუმეც უკვე რაღაც, მაგრამ ბატონ გურამის თანდასწრების გარეშე მე არ მინდა ამას პასუხი გავცე და თვითონ მოგახსენებთ ამის შესახებ და კვირის ბოლოს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას და არა განაჩენს ვიმეორებ, რა თქმა უნდა შეგატყობინებთ. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მთავრობის ერთვიან მუშაობას აფასებს, როგორც ის აცხადებს ახალი ხელისუფლებისთვის ამოცანების დასმა უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე ამისთვის იყვნენ მზად. მისივე თქმით, მართველი პარტია უამრავ საკითხს გზა და გზა გვთავაზობს, ეს კი ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც მას მომზადებისთვის რო და საშუალება არ ქონდა, რაც შეეხება წინასაარჩევნო პროგრამას. პროგრამა არ იყო კარგად მომზადებული, თუმცა ნაციონალური მოძრაობას მთელი 9 წლის განმავლობაში პროგრამა საერთოდ არ ქონია, აცხადებს რამაზ საყვარელიძე. მან მომზადება დაიწყო დანიშვნის მერე. ბევრ საკითხებში გამოჩნდა ეგ საკადრო პოლიტიკაშიც, სტრატეგიულ საკითხებშიც. ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ხელვისაგანი, როგორ გვინახევრებენ თუ გვიმცირებენ თუ ტელევიზიას რა უნდა უყო. ანუ უამრავი საკითხი გზადაგზა გვთავაზობს ახალი ხელისუფლება ამ საკითხების გადაწყვეტას და ვიმეორებ, ეს ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც მას მომზადებისთვის რეალურად დრო არ ქონდა. მათი საარჩევნო პროგრამა არ იყო კარგად მომზადებული ალბათ. მით უმეტეს, რომ საარჩევნო პროგრამების მომზადების ეტალონს საქართველოში ვერ ვნახულობთ და ნაციონალურმა მოძრაობამ ისე დაამთავრა თავისი 9 წლიანი მოღვაწეობა, რომ პროგრამა საერთოდ არ ქონია. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. შეხვედრაზე ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტებზე, სოფლის მეურნეობის პრობლემებსა და ამ პრობლემების მოგვარებაში შვეიცარიის როლზე ისაუბრეს. შვეიცარიის განვითარების სააგენტო დიდი ხანია ეს მიმდინარეობს, მე როგორც ვიცი, უბრალოდ აქ არა პროექტია, ამჟამად საუბარია საერთოდ ფერმერობაზე და მის პერსპექტივაზე, რა მომავალი შეიძლება კონდეს. როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარია არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც აი ესეთი ტიპის მეურნეობები არის განვითარებული და საქართველოში ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ბიოფერმერი გახდება, ვინც ხვალდილას თულს რომ მე მინდა ბიოფერმერობა. ამას პროცესია გასაურველი, მაგრამ საწყისი ბაზა ძალიან კარგია. ამიტომ ამის გამოყენება იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს გლეხმა სოფლად, არის ძალიან დიდი. დევი კანდელაკის დანიშვნის შესახებ კომპანია თელასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, როგორც განცხადებაში ანათქვამი კანდელაკი ამოდროულად შეპს მტკვარი ენერგეტიკას სააქციო საზოგადოება ხრამი 1-ისა და სააქციო საზოგადოება ხრამი 2-ის გენერალური დირექტორია. დევი კანდელაკმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი. 2000 წელს დევი კანდელაკი კომპანია AES მტკვარის ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია მტკვარი ენერგეტიკას გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შეფს მტკვარი ენერგეტიკას სააქციო საზოგადოება ხრამი 1-ისა და სააქციო საზოგადოება ხრამი 2-ის გენერალური დირექტორია. სააქციო საზოგადოება თელასის ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი მუშაობას ინტერრაოესის ჯგუფში რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს, ნათქვამია თელასის განცხადებაში. 117 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სასწავლო დაწესებულებაში არსებულ პირობებს აპროტესტებენ. სკოლას არ აქვს გათბობა და მოუწესრიგებელია საკლასო ოთახები. მშობლები ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. ჩატარებული რემონტი კი ფასადურია. სკოლის დირექტორის დავით ჭეიშვილის განცხადებით, სკოლაში გათბობა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა. ჭეიშვილი ამბობს, რომ დახმარება სამინისტროს არაერთხელ სთხოვა, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. Ვიტყავთ, რომ ბავშვები როგორც მინიმუმ დასვან სუფთა საკლასო ოთახებში, რომ მტვრის კორიანტელი და სიბინძური არ ჩაუვიდოთ ორგანიზმში და მტვრის ალერგია და 1000 სხვა ავადმყოფობა არ მოიტანონ სახლში, ეს ერთი და მეორე, გათბობის სისტემა როგორღაც მოგვარდეს. გათბობის სისტემა ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ყაზრანსგას თბილისმა დალუქა შემომავალი აირის ურდული,
ამ წუთას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული დეფექტური აქტი გაკეთებულია, მომზადებულია, ასევე მომზადებულია და გაკეთებულია ხარჯთაღრიცხვა, გამოყოფილია თანხა 36,000 ლარის ოდენობით, რომელთაც უკვე მოხდება ჩვენი სკოლის აპაპის რეაბილიტაცია. პოლიტიკურ პროცესებში ქალთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქალთა ორგანიზაციამ და აირაი ჯგუფმა შეხვედრა პარტიის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შედგა. სასტუმრო ამბასადორში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქალების პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება. პოლიტიკური პარტიების და ნებისმიერი ორგანიზაციის, რომელიც მუშაობს ქალების პრობლემებზე, მთავარი ამოცანა დღეს ალბათ ის უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში. დღეს საქართველოში არის ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც აქვს პრაქტიკული ცოდნა. ესეთ შეხვედრები სისტემატურად ტარდება და ჩვენი ქალთა ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი და ყველაზე ლამაზი რგოლი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის. მათ წლების განმავლობაში მართლა ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ისეთ თემებზე მუშაობის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. აირაი მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიების განვითარებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით მათ ქალთა ორგანიზაციის განვითარებაში. ეს შეხვედრა ემსახურება სტრატეგიულ დაგეგმარებას. აქცენტია გადატანილი 2014 წლის არჩევნებზე მომამზადოთ ქალი კანდიდატები 2014 წლის არჩევნებისთვის. კოძრის მოსახლეობა უძოს ხეობაში ტყის შემოღებას აპროტესტებს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ 120 ჰექტარამდე ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და შესაძლოა მოსახლეობას შეცვლა აუგზავნონ. ადგილზე მეცხრე არხის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ მუშებმა შემოღებითი სამუშაოები შეაჩერეს და კომენტარი არ გააკეთეს. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული ტერიტორია იმ ტყის გაგრძელება, რომელიც კოძრის დასაწყისში აგვისტოში გაიჩეხა და კერძო საკუთრებაში გადავიდა. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივები შაბათს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით კი მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ვაპროტესტებთ კოჯრის ტყის შეყობას. რომ კოჯორს ეს ერთი ტყე გააჩნია და თავიანთვის იღობავენ, რომ დაისვენონ და ხალხს არ გვჭირდება, წყაროს გვიღობავენ. საერთოდ კოჯორს სჭირდება პატრონი. აქ იყო ჩვეულებრივი ტყე. აი როგორც გაგრძელებაზეა ჩვეულებრივი ტყე და უამრავი ხე არის მოჭრილი. ჩვენ ვყოფდებით კოჯრის დასაწყისში ახლა და ზემოთ ვიყავით ნახეთ თქვენი თვალით რომ რამხელა ტერიტორია არის შემოღობილი მთლიანად და დაარქვეს კერძო საკუთრება. ვისია ვერ გავარკვიეთ, რა ხდება ვერ გავარკვიეთ, მაგრამ უამრავი ხე არის მოჭრილი. მწვანე ალტერნატივა საკუთრების უფლების დარღვევაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიძულებით გასახლებულ პირთა პრობლემებისა და დარღვეული უფლებების შესახებ კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევამ უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და ტურისტული პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგები აჩვენა. კვლევის მიხედვით სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს ირღვევა მოსახლეობის უფლებები და არ ხდება დაზიანებული და დაკარგული ქონების კომპენსაცია. როგორ არის განსაკუთრების უფლების დარღვევას ეხება? საქართველოში ბოლო 10 წელია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რასაც დადებით შედეგებთან ერთად შესაძლებელია მოყვეს ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკური თუ ეკონომიკური განსახლება, ანუ მოხდეს ადამიანებისთვის ერთის მხრივ შეიძლება მთლიანად გადასახლდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მათი ეკონომიკური დეპრივაცია გარკვეული მიმართულებებით. მაგალითად მათ შეიძლება ჩაამერთვათ მიწა, რომელიც იყო მათი საარსებო წყარო, გაუქმდეს ის საწარმო, რომელშიც ისინი მუშაობდნენ და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ ქვეყანას გააჩნდეს პოლიტიკა, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხებს. გამოდიდებელი შუშით დანახული გენდერული წახნაგები ამ სახელწოდებით ჰაინრიხ ბიოლის ფონდში სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობას ქართველ ექსპერტებთან ერთად პოლონელი, რუსი და უკრაინელი ექსპერტები იღებდნენ. შეხვედრაზე ისეთ თემები განხილეს, როგორიცაა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ფემინიზმი, გენდერულად სენსიტიური სწავლება, გენდერი და რელიგია და LGBT საზოგადოების უფლებები. ორგანიზატორთა მტკიცებით კონფერენცია ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნებისთვის აქტუალური საკითხების წინ წამოწევას. კონფერენცია ორდღიანია და ის 27 ნოემბერს დასრულდება. ძირითადი თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ფემინიზმი, LGBT უფლებები და ვეცდებით წინ წამოვწევთ ისეთი საკითხები, რომელიც გვაერთიანებს ამ რეგიონებს ამ საკითხების თვალსაზრისით. მონაწილეობა ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას იმდენივე საერთო გვაქვს რამდენიც განმასხვავებელი ამ ქვეყნებში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ვთქვათ დამოუკიდებელ ექსპერტებს და ასე ვთქვათ ცოტა ფართო სახით არის წარმოდგენილი.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამშობლოში დღეს დაბრუნდება განცხადება ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა. ილია მეორის ჩამოსვლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. პატრიარქი ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც უწმინდესმა 10 დღიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა. რუსთავში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები ისევ გაფიცულები არიან დაზღვევა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება. ეს მძღოლების მთავარი მოთხოვნებია. გუშინ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ხელფასის საკითხი კვლავ მოუგვარებელია. მძღოლები დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ, ისინი მამუკა მუმლაძის გადადგომას მოითხოვენ. მუმლაძე კი ამბობს, რომ მოთხოვნის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მძღოლების მხრიდან შესაბამისი არგუმენტების წარდგენას მოითხოვს. დღეს 6 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელსაც მძღოლებთან ერთად ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელიც დაესწრება. მძღოლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტს განაგრძობენ და სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. ჩვენი პროტესტი არის ხელფასების მომატება, სალარო აპარატურების დადგომა. ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ თუნდაც შეხება არ ხოდეს, აი ეს გვინდა და თავისთავად ხელფასს მოგვიმატებენ. და პატრიცებული დირექტორის წასვლა. მძღოლებთან ურთიერთობა არ შეუძლია. მიღება არ შეუძლია. მოეპრიანება მიგვიღებს, მოეპრიანება არ მიგვიღებს. ხელფასები ჩვეულებრივად, სალარო აპარატები, ფულთან არ ხოდეს შეხება არანაირი. ჩვენ მოლარეებიც ვართ. სენკლებიც ვართ, მძღოლებიც ვართ. ერთდროულად ვასრულებთ სამსამუშაოს ერთ დღეში. ხელფასები აუცილებელი. დირექტორის სასვლას. მე ტელევიზიით შევიტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ როდესაც ეს განცხადებას აკეთებენ, უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული. და სწორედ მათ მიერ თუ მოხდება ამის დასაბუთება და შემდეგ ახალისება იქნება, მე ჩემი დამნიშნული არის ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელობა, ხო? ისინი გადაწყვეტავენ მე ამ არგუმენტების შემდეგ გავაგრძელო მუშაობა თუ არ გავაგრძელო მუშაობა. ხონის რაიონის სოფელ ნოღას მოსახლეობა 2 წლის წინ თურქული კომპანიის მიერ სოფელში განადგურებული კლდის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ამ ფაქტს ადგილობრივებთან ერთად პარტია თავისუფალი საქართველოს ხონის ორგანიზაციის წარმომადგენელი გობა აბულაძეს აპროტესტებს. აბულაძის განმარტებით ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ სოფელს სერიოზული ზიანი მიაყენა. განადგურდა კლდე და კლდის თავზე გაშენებული ბზის ტყე. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ გარემოებებმა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. ხონის გამგებლის სურაბ ჯიბუხაიას განმარტებით თურქული კომპანია უკვე დაჯარიმებულია, მოსახლეობის ნაწილი ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს, თუმცა გამგებელი ჯერჯერობით ამის საჭიროებას ვერ ხედავს. რო შემოვიდა თურქები, მერე დაიწყეს ამის ნგრევა. და გაქონდათ ქვები. აკეთებდნენ ჯებირებს. ეს მთლიანად გაჩანაგდა და განადგურდა ეს ბზის ტყე. დაინგრა აბსოლუტურად. ამ ხელავთა მოანგრიეს, ხედავთ უკვე მიტოვებულია, ისი არის აქ მიტოვებული ეს თურქები რო წავიდნენ აქედან, ძირი ფაქტიურად გამოთხრილი აქ. ამას შეიძლება მოინგრეს ის და წამოვიდეს. და მოყვეს გარკვეული პრობლემები და ეკოლოგიური კატასტროფა უკვე მომხდარია აქ. თვითონ კომისიამ შეაფასა ეს ზარალი, რაც იმ წუთში არსებობდა იქ და ის საფრთხეები და ანალოგიურად შესაბამისი ადვოკატურად დაადო ეს ჯარიმა იმ ფირმას, რომელიც ჯარიმაც მათმა გადაიხადეს და შესაბამისად რო ყოფილიყო ის სხვა დარღვევა, ალბათ სადარღვევის შემთხვევაშიც თუ ამის საჭიროება იქნებოდა აღზრდავდნენ საქმეს. ციტრუსის გატანა უკრაინულ ბაზარზე შემცირებული ტარიფებით მოხდება. კიევთან მიღწეულ შეთანხმებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ისაუბრა. საბაჟო გადასახადი 1 ტონა ციტრუსზე 220 ამერიკული დოლარიდან 120 დოლარამდე შემცირდება. მინისტრის განცხადებით ადგილობრივ ბაზარზე ეს ფაქტი ციტრუსის ფასს გაზრდის. მისი განცხადებით მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსთანაც. საქართველოს საელჩოს უკრაინაში ერთობლივი მუშაობით გადაწყდა ის, რომ გამბაჟება თუ ხდებოდა აქამდე 1100 დოლარიდან, დღეს მდგომარეობით გამბაჟება უკვე არის ტარიფი 600 დოლარი, ანუ მარტივად რო ვთქვათ, თითოეულ ტონაზე 100 დოლარის შეღავათი იქნება გაკეთებული ჩვენი ექსპორტიერებისათვის. სიღნაღში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა ევდოშვილის 13-ში მდებარე ჩერქეზიანების ოჯახის კუთვნილი 2 სართულიანი შენობა ავარიული იყო. კრევისას ბინაში არავინ იმყოფებოდა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, შენობა სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო დააზიანდა. მძიმე ტექნიკამ, რომელიც ქუჩაზე მოძრაობდა, დაბზარული კედლები უფრო მეტად დააზიანა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ კედლების გამაგრების თხოვნით გამგეობას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სიღნაღის გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალს კომისია შეისწავლის და ოჯახს შეძლების დაგვარად დაეხმარებიან. აგი ისიც აგი ეკაც მძიმე ტექნიკამ რო გაიარა ეთყობა შეირყოს კედელი და შენობა იყო ძველი და ჩამოცვივდა, მაგრამ სიზავდა. ჩემი ქმარი 6 თვეა ლოგინად არის ჩავარდნილი
მე მუშაობ მეეზოვეთ, რა ხელფასი მაქვს. ბიჭი უმუშევარია. ვარ სოციალურ დაუცველი. კომისია დილით შეიქმნა, ახლა ადგილზე შეისწავლიან მიყენებული ზარალის მოცულობას და მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით. მარტვილის რაიონის სოფელ ნალიფსაოში მცხოვრები ბობოხიძეების ოჯახი კვლავ უსახლკაროდ რჩება. ორი თვის წინ გაჩენილმა ხანძარმა ბობოხიძეების 9-სრულიანი ოჯახი ღიაცის ქვეშ დატოვა. ოჯახის წევრების ნაწილი ღამის ნათესავებთან ატევს, ნაწილი კი წიწილების სადგომში რჩება. ოჯახი დახმარებას ითხოვს. მარტვილის რაიონის გამგებელი მამუკა დანელია ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახს 1500 ლარით უკვე დაეხმარნენ. სხვა რესურსები კი ბიუჯეტში არ არსებობს. ამის 2 საათზე 2:30 იყო შვილო, სამეკანია მიეცა თენმა და რავის ვერაფერმა ვერ უშველა დედიკო. ბობოხიძესთან დაკავშირებით ჩვენმა სოციალურ საკითხთა კომისიამ წინა კვირაში განიხილა ეს საკითხი და მას როგორც სტიქიით დაზარალებულს ბიუჯეტიდან გადაერიცხა 1500 ლარი. შესაძლებელია ეს სრულად კომპენსირებული არ იყოს ის, რაც მათ დაკარგეს და რაც მათ ზარალი მოუვიდათ, მაგრამ ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვაქვს იმ ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ფარული ვიდეო ჩანაწერი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, როგორ იკერებოდა ფოტოგრაფების საქმე. გიორგი აბდალაძემ ექსკლუზიურად მეცხრე არხის ფარული ვიდეო ჩანაწერები მიაწოდა, რომელიც კლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაღებული. ჩანაწერში ნათლად ჩანს თუ როგორ სთხოვს კუდის თანამშრომელი გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციგიძეს აცილება გააკეთონ საკუთარ ადვოკატთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაღებ ადვოკატს დაურეკონ. გიორგი აბდალაძის ინფორმაციით ეს ჩანაწერი მხოლოდ ერთი ეპიზოდია ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ სხვა ჩანაწერებიც არსებობს და არ გამორიცხავს ძალიან მალე ახალი სკანდალური ფარული მასალები გახდეს საჯარო. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების საქმეების შესასწავლად სამინისტროში სპეციალური კომისია იქმნება. ამ წუთებში ბრიფინგს მართავს მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დავიწყოთ. მოგესალმებით. როგორც დაგპირდით 30 ოქტომბერს თუ შეიძლება მომაქციეთ ყურადღება. მადლობა. 30 ოქტომბერს სამინისტრომ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ იყო პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლების პროფესურის გათავისუფლება, გამოვაცხადეთ სამკვირიანი ესეთი ვადა, რომ საზოგადოების ამ ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და ცივილიზებულ ნაწილს მოეხერხებინა და საზოგადოებრივი რესურსით დაეძლია ის პრობლემა, რომელიც იყო დაკავშირებული იმ ავტორიტარულ მმართველობასთან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იყო მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ვადა მივეცით პედაგოგებს, პროფესორებს, მასწავლებლებს, რექტორებს და სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საზოგადოებამ თვითონ დაძლია ეს პოლიტიკური დევნის შედეგები. თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ გვინდა გავაცხადოთ, რომ ეს საკითხები ყველგან არ გადაწყვეტილა. და სამინისტროში შემოვიდა ბევრი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ რჩება იმის განცდა, რომ ისინი არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები და მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური უფლებები არ არის აღდგენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენ შევქმნით კომისიას, თუ კიდე ესეთი შემთხვევები დარჩებოდა, სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვქმნით სამინისტროში კომისიას, რომლის მიზანიც იქნება მოიკულიოს ყველა ესეთი საქმე, რომელშიც პედაგოგები, განათლების მუშაკები იყვნენ დევნილი პოლიტიკური ნიშნით და სამსახურიდან გათავისუფლებულები და შეძლების დაგვარად მოაგვაროს ეს დავები. ჩვენ დიდი მადლობა გვინდა უთხრათ საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც დათანხმდნენ ჩვენთან თანამშრომლობაზე. ესეთი არის სამართლიანი არჩევნისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. ესეთი არის საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს, ქალბატონი ლია მუხაშავრია,
ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ესეთი არის ორგანიზაცია სკოლა ოჯახი საზოგადოება, ესეთი არის განათლების პოლიტიკის დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ესეთი არის სახალხო დამცველის ოფისი. ამის გარდა სამინისტროდან გენინსპექცია, იურიდიული დეპარტამენტი ჩაერთვება ამ საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარე იქნება ჩემი მოადგილე ბატონი ალუდა გოგლიჩიც. კომისია იწყებს მუშაობას დღეიდან. კომისიაში შემოსული საკითხები განხილული იქნება ღიად. ამ საკითხების ამ ნებისმიერი ინფორმაციასთან ცნობა ექნებათ იმ პატივცემულ პირებს, ვინც მე უკვე დავასახელე და ორგანიზაციებს, ვინც წამოვიდნენ ჩვენთან თანამშრომლობაზე და ამ ძალიან მძიმე სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებაზე და კომისია თქვენ ჟურნალისტებს პერიოდულად ჩაგაყენებთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ამ მიმართულებით. დიდი მადლობა. არა. ეს იყო მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, განათლების სამინისტროში იქნება სპეციალური კომისია, რომელიც მოიკვლევს პოლიტიკური ნიშნით დევნილი და სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგების საქმეებს და ამ დავებს მოაგვარებს. მისივე თქმით, კომისია დღეიდან იწყებს მუშაობას. რაც შეეხება დღის სხვა მნიშვნელოვან ამბებს, ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში არ შედგა დაცვის მხარეს. ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩატაევს დღესვე გაათავისუფლებდნენ, თუმცა პროცესი რამდენიმე დღით პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის მოთხოვნით გადაიდო. ამის მიზეზი ისევე როგორც წინა სასამართლო პროცესებისა მოწმეთა გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა პროკურორს გაფრთხილება მისცა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უზრუნველყოს მოწმეთა გამოცხადება. ახმედ ჩატაევის მომდევნო სასამართლო პროცესი ხუთშაბათს 29 ნოემბერს დილის 11-ის ნახევარზე გაიმართება. ვფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ აჭიანურებს და სასამართლო კიდევ აკმაყოფილებს მის მოთხოვნას გადადებასთან დაკავშირებით. არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მას არ წარმოედგინა დღეს ეს მოწმეები ვინაიდან წინა სასამართლოს ხდომაზე, მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გადადა პროცესი სწორედ მოწმეების წარმოუდგენლობის გამო. დღეს ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ახმედ ჩატაევი კიდევ თუნდაც ერთი დღე ყავდეს ციხეში. პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მეუღლე ბოლო პერიოდში პოლიტპატიმართა სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქეთი გოგილაშვილის თქმით, ის სულ მოუთქმელად ელოდება პარლამენტის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას. ალბათ მხოლოდ დაინტერესებული ოჯახების წევრებმა იციან, რაოდენ დიდი სამუშაო და ძალისხმევა უძღვოდა წინ პოლიტპატიმართა საკითხის განხილვას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ამიტომ არ შემიძლია არ გამოთქვა ჩემი მადლიერება ამ პროცესში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რაც ატეხილმა აჟიოტაჟმა და საკითხის გადადებამ გამოიწვია. მე ვერ მოვითხოვ და არც მოვითხოვ ჩემი მეუღლის საკითხის ცალკე გამოტანას და განხილვას, როგორ უდანაშაულოდაც არ უნდა მიმაჩნდეს იგი. ამას თავად არ დაუშვებდა, აცხადებს პატიმრის მეუღლე. მისივე თქმით, დღეს ციხეებში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი იტანჯება და ვინმეს გამოცალკევება შეიძლება უსამართლო იყოს მაშინ, როდესაც აღნიშნული პრობლემის ერთობლივი ძალით მოგვარების პერსპექტივა არსებობს. ამასთან გოგილაშვილს არა მიზანშეწონილად მიაჩნია პრიორიტეტი მიენიჭოს რომელიმე ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ სიას. რაც არ უნდა რთული იყოს განხილვის პროცესში მონაწილეობა, უმორჩილესად გთხოვთ ყველა უსამართლოდ დაშლილი ოჯახის სახელით გამოიჩინოთ გულისხმიერება და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ რეჟიმის მიერ ქვეყნის მტრებად და კრიმინალებად უსაფუძვლოდ გამოცხადებულ ადამიანთა ბედიღვალს. დღეს ეს ადამიანები თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან, აღნიშნულია კიღურაძის მეუღლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათური ადეიშვილის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებს. ბაღათური ეზურაბ ადეიშვილის და პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ ფულის დიდი ოდენობით გამოძალვის შესახებ საუბრობს. ბაღათურია მის მიერ ტარიფების განახევრების შესახებ შემუშავებული პროექტის ქართული ოცნებისთვის გაზიარებას აპირებს. მისივე განცხადებით, გაზის ტარიფის რეგულირება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით შეიძლება. ექიმა რო შეხედოს პაციენტს მე პირადად უახლოეს ხანებში პროკურატურას უნდა გადავაწოდო მასალები იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის, ასევე ერთი შესაძლოა ორი პარლამენტის წევრის უმცირესობიდან ყველაზე მეც რო ყვირიან შესახებ როგორ გამოსძალეს მათ ბიზნესმენს ფული, ბიზნესი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი რაოდენობის და საკმარისი მტკიცებულებებით. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით არჩიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. მისი განცხადებით, კრიმინალური ვითარება თანდათან უარესდება. არჩიაშვილის თქმით, ქართული ოცნება იმ დაპირებების შესრულებას ვერ ახერხებს, რომელმაც რეიტინგი მოუტანა. არჩიაშვილის თქმით, ვიზიტით ჩამოსული კეთრინ ეშტონი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების შესახებ გამართავს შეხვედრებს.
დარწმუნებული ვარ ევროკავშირს აინტერესებს სწორედ რასთან გვაქვს საქმე საქართველოში. გვაქვს საქმე დემოკრატიული, თქვათ, მშვიდობიანი ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული გადაცემის შემდეგ დემოკრატიის გამტკიცებასთან თუ აი ამ დემოკრატიული მექანიზმის გამოყენებით სრულიად არადემოკრატიული სისტემის მშენებლობასთან. თავრობის ერთვიან მუშაობას საფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, როგორც იგი აცხადებს, ახალი ხელისუფლებისთვის ამოცანების დასმა უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე ამისთვის იყვნენ მზად. მისი მეთქმით, მართველი პარტია უამრავ საკითხს გზადაგზა გვთავაზობს, ეს კი ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც მას მომზადებისთვის დრო და საშუალება არ ჰქონდა. რაც შეეხება წინა საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არ იყო კარგად მომზადებული, თუმცა ნაციონალური მოძრაობას მთელი 9 წლის განმავლობაში პროგრამა საერთოდ არ ქონია, აცხადებს რამაზ საყვარელიძე. მან მომზადება დაიწყო დანიშვნის მერე. ბევრ საკითხებში გამოჩნდა ეგ საკადრო პოლიტიკაშიც, სტრატეგიულ საკითხებშიც. ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ხელვის საგანი, როგორ გვინახევრებენ თუ გვიმცირებენ თუ ტელევიზიას რა უნდა უყო და ანუ უამრავი საკითხი გზადაგზა გვთავაზობს ახალი ხელისუფლება ამ საკითხების გადაწყვეტას და ვიმეორებ ეს ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც მას მომზადებისთვის რეალურად დრო არ ქონდა. მათი საარჩევნო პროგრამა არ იყო კარგად მომზადებული ალბათ. მით უმეტეს რომ საარჩევნო პროგრამების მომზადების ეტალონს საქართველოში ვერ ვნახულობთ და ნაციონალურმა მოძრაობამ ისე დაამთავრა თავისი 9 წლიანი მოღვაწეობა, რომ პროგრამა საერთოდ არ ქონია. ამრჩევლთა ლიგა 2004 წლიდან სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონების გასაჯაროებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოძრაობის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა. ამრჩევლთა ლიგის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სარჩელზე სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ამრჩევლთა ლიგამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 14 ივლისს განცხადებით მიმართა და სიმბოლურ ფასად გაყიდული ქონების ნუსხის გასაჯაროება მოითხოვა. რაზეც მოძრაობას უარი უთხრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამრჩევლთა ლიგამ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 17 აპრილს, ამას 17 აპრილს მოვითხოვეთ პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლებიც შეეხებოდა სიმბოლურ ფასად ერთლარად მესაკუთრეებზე სახელმწიფო ქონების გადაცემას. მოთხოვნილზე პასუხი არ გაუცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. იძულებული ვიყავით ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით გვესარგებლად და გაგვესაჩივრებინა ერთჯერად და ზედა ინსტანციაში და მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს, სადაც ანალოგიურად არანაირი პასუხი არ მოვიდა და იძულებული გავხდით, რომ მივმართა სასამართლოსთვის. თქვენ უყურებთ ახალს მოზარდ-მაყურებელთა თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლები მმართველის გადაყენებას და თეატრში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ. ყოფილი თანამშრომლები კულტურის მინისტრის მოადგილეს ხათუნა ხუნდაძეს შეხვდნენ და მისგან მიიღეს დაპირება, რომ უწყების კონკრეტული გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. დაიწყო განთავისუფლება ნიჭიერი ადამიანების, ვინც მას ეწინააღმდეგებოდნენ. და ამას მოყვა ჯერ პირველად ახალგაზრდა რეჟისორების გაშვება, შემდეგ მოყვა 10-15 კაციანი მსახიობების და შიგნით კიდევ რეჟისორების გაშვება და ბოლოს მარტში მოხდა ჩვენი განთავისუფლება 40 თანამშრომლის. ჩვენ რამოდენიმე ისეთი სპექტაკლი ქონდა, რომ ბარე დიდ თეატრებში არ ყოფილა ეს სპექტაკლები. ეს იყო კაწელელიას დროს, ეს იყო თენგიზ მაღალაშვილის დროს და ეს თეატრი აღარ არსებობს საერთოდ. 4 შაბათს ჩამოდენ, 4 შაბათს კიდევ ერთხელ დავსხდებით, ეს ყველაფერი განხილულია და აქ მინაწერებიც არის, ჩვენ განვიხილეთ, დევს ჩვენი რეზუმეც უკვე რაღაც, მაგრამ ბატონ გურამის თანდასწრების გარეშე მე არ მინდა ამას პასუხი გავცე და თვითონ მოგახსენებთ ამის შესახებ და კვირის ბოლოს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას და არა განაჩენს ვიმეორებ, რა თქმა უნდა შეგატყობინებთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. შეხვედრაზე ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტებზე სოფლის მეურნეობის პრობლემებსა და ამ პრობლემების მოგვარებაში შვეიცარიის როლზე ისაუბრეს. შვეიცარიის განვითარების სააგენტო დიდი ხანია ეს მიმდინარეობს, მე როგორც ვიცი, უბრალოდ აქ არა პროექტია, ამჟამად საუბარია საერთოდ ბიო
ფერმერობაზე და მის პერსპექტივაზე რა მომავალი შეიძლება გქონდეს. როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარია არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც აი ესეთი ტიპის მეურნეობები არის განვითარებული და საქართველოში ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ბიოფერმერი გახდება, ვინც ხოლმდელას თავს რომ მე მინდა ბიოფერმერობა. ამას პროცესია გასაურველი, მაგრამ საწყისი ბაზა ძალიან კარგია. ამიტომ ამის გამოყენება იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს გლეხმა სოფლად არის ძალიან დიდი. დევი კანდელაკის დანიშვნის შესახებ კომპანია თელასმა ოფიციალური განცხადება გავრცელა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი კანდელაკი ამავდროულად ЧПС მტკვარი ენერგეტიკას სააქციო საზოგადოება ხრამი 1-ისა და სააქციო საზოგადოება ხრამი 2-ის გენერალური დირექტორია. დევი კანდელაკმა 91 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი. 2000 წელს დევი კანდელაკი კომპანია AES მტკვარის ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია მტკვარი ენერგეტიკას გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი ЧПС მტკვარი ენერგეტიკას სააქციო საზოგადოება ხრამისა და სააქციო საზოგადოება ხრამი 2-ის გენერალური დირექტორია. სააქციო საზოგადოება თელასის ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი მუშაობას ინტერრაოესის ჯგუფში რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს, ნათქვამია თელასის განცხადებაში. ასმე 17 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სასწავლო დაწესებულებაში არსებულ პირობებს აპროტესტებენ. სკოლას არ აქვს გათბობა, მოუწესრიგებელია საკლასო ოთახები. მშობლები ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები არამიჯნობრივად დაიხარჯა. ჩატარებული რემონტი კი ფასადურია. სკოლის დირექტორის დავით ჭეიშვილის განცხადებით, სკოლაში გათბობა გაზგავანაწილებელმა კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა. ჭეიშვილი ამბობს, რომ დახმარება სამინისტროს არაერთხელ სთხოვა, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ვთხოვთ, რომ ბავშვები როგორც მინიმუმ დასვან სუფთა საკლასო ოთახებში, რომ მტვრის კორიანტელი და სიბინძური არ ჩაუვიდოთ ორგანიზმში და მტვრის ალერგია და 1000 სხვა ავადმყოფობა არ მოიტანონ სახლში, ეს ერთი და მეორე, გათბობის სისტემა როგორღაც მოგვარდეს. გათბობის სისტემა ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ის გამოც ყაზრანსგას თბილისმა დალუქა შემომავალი აირის ურდული. ამ წუთას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულია დეფექტური აქტი, გაკეთებულია, მომზადებულია, ასევე მომზადებულია და გაკეთებულია ხარჯდაღრიცხვა. გამოყოფილია თანხა 36,000 ლარის ოდენობით, რომელთაც უკვე მოხდება ჩვენი სკოლის აპაპის რეაბილიტაცია. პოლიტიკურ პროცესებში ქალთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქალთა ორგანიზაციამ და აირაი ჯგუფმა. შეხვედრა პარტიის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შედგა. სასტუმრო ამბასადორში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქალების პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება. პოლიტიკური პარტიების და ნებისმიერი ორგანიზაციის, რომელიც მუშაობს ქალების პრობლემებზე, მთავარი ამოცანა დღეს ალბათ ის უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში. დღეს საქართველოში არის ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც აქვს პრაქტიკული ცოდნა. ესეთ შეხვედრები სისტემატურად ტარდება და ჩვენი ქალთა ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი და ყველაზე ლამაზი რგოლი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის. მათ წლების განმავლობაში მართლა ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ისეთ თემებზე მუშაობის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. აირაი მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიების განვითარებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით მათ ქალთა ორგანიზაციის განვითარებაში. ეს შეხვედრა ემსახურება სტრატეგიულ დაგეგმარებას. აქცენტია გადატანილი 2014 წლის არჩევნებზე, მომამზადოთ ქალი კანდიდატები 2014 წლის არჩევნებისთვის. კოჯრის მოსახლეობა უძოს ხეობაში ტყის შემოღობას აპროტესტებს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ 120 ჰექტარამდე ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და შესაძლოა მოსახლეობას შესვლაც კი აუგზავნონ. ადგილზე მეცხრე არხის გადამღები ჯგუფის გამოცენის შემდეგ მუშებმა შემოღობითი სამუშაოების შეაჩერეს და კომენტარი არ გააკეთეს. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული ტერიტორია იმ ტყის გაგრძელებაა, რომელიც კოჯრის დასაწყისში აგვისტოში გაიჩეხა და კერძო საკუთრებაში გადავიდა. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივები შაბათს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით კი მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ვაპროტესტებთ კოჯრის ტყის შეყობას. რომ კოჯორს ეს ერთი ტყე გააჩნია და თავიანთვის იღობავენ, რომ დაისვენონ და ხალხს არ გვჭირდება, წყაროს გვიღობავენ. საერთოდ კოჯორს სჭირდება პატრონი. აქ იყო ჩვეულებრივი ტყე. აი როგორც გაგრძელებაზეა ჩვეულებრივი ტყე და უამრავი ხე არის მოჭრილი. ჩვენ ვყოფდებით კოჯრის დასაწყისში ახლა და ზემოთ ვიყავით ნახეთ თქვენი თვალით, რომ რამხელა ტერიტორია არის შემოღობილი მთლიანად და დაარქვეს კერძო საკუთრება. ვისია ვერ გავარკვიეთ.
რა ხდება ვერ გავარკვევთ, მაგრამ უამრავი ხე არის მოჭრილი. წონი ალტერნატივა საკუთრების უფლებების დარღვევაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ იძულებით გადასახლებულ პირთა პრობლემებისა და დარღვეული უფლებების შესახებ კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და ტურისტული პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგები აჩვენა. კვლევის მიხედვით სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს ირღვევა მოსახლეობის უფლებები და არ ხდება დაზიანებული და დაკარგული ქონების კომპენსაცია. საქართველოში ბოლო 10 წელია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რასაც დადებით შედეგებთან ერთად შესაძლებელია მოყვეს ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკური თუ ეკონომიკური განსახლება, ანუ მოხდეს ადამიანებისთვის ერთის მხრივ შეიძლება თლიანად გადასახლდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მათი ეკონომიკური დეპრივაცია გარკვეული მიმართულებებით, მაგალითად მათ შეიძლება ჩაამერთვათ მიწა, რომელიც იყო მათი არსებო წყარო, გაუქმდეს ის საწარმო, რომელშიც ისინი მუშაობდნენ და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ ქვეყანას გააჩნდეს პოლიტიკა, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხებს. გამოდიდებელი შუშით დანახული გენდერული წახნაგებია სახელწოდებით ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობას ქართველ ექსპერტებთან ერთად პოლონელი, რუსი და უკრაინელი ექსპერტები იღებდნენ. შეხვედრაზე ისეთი თემები განხილეს, როგორიცაა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ფემინიზმი, გენდერულად სენსიტიური სწავლება, გენდერი და რელიგია და LGBT უფლებები. ორგანიზატორთა მტკიცებით, კონფერენცია ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნებისთვის აქტუალური საკითხების წინ წამოწევას. კონფერენცია ორდღიანია და ის 27 ნოემბერს დასრულდება. ძირითადი თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ფემინიზმი, LGBT უფლებები და ვეცდებით წინ წამოვწევთ ისეთი საკითხები, რომელიც გვაერთიანებს ამ რეგიონებს ამ საკითხების თვალსაზრისით. მონაწილეობა ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას იმდენივე საერთო გვაქვს რამდენიც განმასხვავებელი ამ ქვეყნებში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს, სადაც ვთქვათ დამოუკიდებელ ექსპერტებს და ასე ვთქვათ ცოტა ფართო სახით არის წარმოდგენილი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამშობლოში დღეს დაბრუნდება განცხადება ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა. ილიამეორის ჩამოსვლის უშტი დრო ჯერჯერობით უცნობია. პატრიარქი ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა. რუსთავში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები კი ისევ გაფიცულები არიან დაზღვევა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება ეს მძღოლების მთავარი მოთხოვნებია. გუშინ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ხელფასის საკითხი კვლავ მოუგვარებელია. მძღოლები დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ, ისინი მამუკა მუმლაძის გადადგომას მოითხოვენ. მუმლაძე კი ამბობს, რომ მოთხოვნის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მძღოლების მხრიდან შესაბამისი არგუმენტების წარდგენას ითხოვს. დღეს 6 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელსაც მძღოლებთან ერთად ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელიც დაესწრება. მძღოლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტს განაგრძობენ და სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. მენი პროტესტი არის ხელფასების მომატება, სალარო აპარატურების დადგომა. ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ თუნდაც შეხება არ ქონდეს, აი ეს მინდა და თავისთავად ხელფას მომიმატებენ. და პატრიცებული დირექტორის წასვლა. მძღოლებთან ურთიერთობა არ შეუძლია. მიღება არ შეუძლია. მოეპრიანება მიგვიღებს, მოეპრიანება არ მიგვიღებს. ხელფასები ჩვეულებრივად, სალარო აპარატები ფულთან არ ქონდეს შეხება არანაირი. ჩვენ მოლარეებიც ვართ. ზენკლებიც ვართ, მძღოლებიც ვართ. ერთდროულად ვასრულებთ სამუშაოს ერთ დღეში. ხელფასები აუცილებელი. დირექტორის სასვლას. მე ტელევიზიით შევიტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ როდესაც ეს განცხადებას აკეთებენ, უნდა იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული. და სწორედ მათ მიერ თუ მოხდება ამის დასაბუთება და შემდეგ ახალისება იქნება, მე ჩემი დამნიშნული არის ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელობა, ხო? ისინივე გადაწყვეტავენ მე ამ არგუმენტების შემდეგ გავაგრძელო მუშაობა თუ არ გავაგრძელო მუშაობა.
ხონის რაიონის სოფელ ნოღას მოსახლეობა 2 წლის წინ თურქული კომპანიის მიერ სოფელში განადგურებული კლდის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ამ ფაქტს ადგილობრივებთან ერთად პარტია თავისუფალი საქართველოს ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კობა აბულაძეს აბრუნდესტებს. აბულაძის განმარტებით ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ სოფელს სერიოზული ზიანი მიაყენა. განადგურდა კლდე და კლდის თავზე გაშენებული ბზის ტყე. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ გარემოებებმა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. ხონის გამგებლის სურაბ ჯიბუხაიას განმარტებით თურქული კომპანია უკვე დაჯარიმებულია. მოსახლეობის ნაწილი ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს, თუმცა გამგებელი ჯერჯერობით ამის საჭიროებას ვერ ხედავს. რო შემევიდა თურქები, მერე დაიწყეს ამის ნგრევა. და გაქონდათ ქვები. აკეთებდნენ ჯებირე. ეს მთლიანად გაჩანაგდა და განადგურდა ეს ბზის ტყე. დაინგრა აბსოლუტურად. ამ ხელავთა მოანგრიეს, ხედავთ უკვე მიტოვებულია, ისი არის აქ მიტოვებული ეს თურქები რო წავიდნენ აქედან, ძირი ფაქტიურად გამოთხრილი აქ. ამას შეიძლება მოინგრეს ის და წამოვიდეს. და მოყვეს გარკვეული პრობლემები და ეკოლოგიური კატასტროფა უკვე მომხდარია აქ. თვითონ კომისიამ შეაფასა ეს ზარალი, რაც იმ წუთში არსებობდა იქ და ის საფრთხეები და ანალოგიურად შესაბამისი ადვოკატურად დაადვა ეს ჯარიმა იმ ფირმას, რომელიც ჯარიმას მათმა გადაიხადეს და შესაბამისად რო ყოფილიყო ის სხვა დარღვევა, ალბათ სადარღვევის შემთხვევაშიც თუ ამის საჭიროება იქნებოდა, აღზრდავდნენ საქმეს. ციტრუსის გატანა უკრაინულ ბაზარზე შემცირებული ტარიფებით მოხდება. კიევთან მიღწეულ შეთანხმებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტგარაძემ ისაუბრა. საბაჟო გადასახადი 1 ტონა ციტრუსზე 220 ამერიკული დოლარიდან 120 დოლარამდე შემცირდება. მინისტრის განცხადებით ადგილობრივ ბაზარზე ეს ფაქტი ციტრუსის ფასს გაზრდის. მისი განცხადებით მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსთან. საქართველოს საელჩოს უკრაინაში ერთობლივი მუშაობით გადაწყდა ის, რომ გამბაჟება თუ ხდებოდა აქამდე 1100 დოლარიდან, დღეს მდგომარეობით გამბაჟება უკვე არის ტარიფი 600 დოლარი, ანუ მარტივად რო ვთქვათ, თითოეულ ტონაზე 100 დოლარის შეღავათი იქნება გაკეთებული ჩვენი ექსპორტიერებისათვის. სიღნაღში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა ედოშვილის 13-ში მდებარე ჩერქეზიანების ოჯახის 5-ნული ორსართულიანი შენობა ავარიული იყო. ნგრევისას ბინაში არავინ იმყოფებოდა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, შენობა სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა. ძიმე ტექნიკამ, რომელიც ქუჩაზე მოძრაობდა, დაბზარული კედლები უფრო მეტად დააზიანა. ოჯახი სოციალურად დაუცველია მათ კედლების გამაგრების თხოვნით. გამგეობას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სიღნაღის გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალს კომისია შეისწავლის და ოჯახს შეძლების დაგვარად დაეხმარებიან. ძიმე ტექნიკამ რო გაიარა ეთყობა შეირყოს კედელი და შენობა იყო ძველი და ჩამოცვივდა, მაგრამ სიზავდა. ჩემი ქმარი 6 თვეა ლოგინად აიჩავარნელი. მე მუშაობ, მე ეზოვეთ, რა ხელფასი მაქვს. ბიჭი უმუშევარია. ვარ სოციალურად დაუცველი. კომისია დილით შეიქმნა, ახლა ადგილზე შეისწავლიან მიყენებული ზარალის მოცულობას და მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით. მარტვილის რაიონის სოფელ ნალიფსაუში მცხოვრები ბობოხიძეების ოჯახი კვლავ უსახლკაროდ რჩება. 2 თვის წინ გაჩენილმა ხანძარმა ბობოხიძეების 900-იანი ოჯახი ღიაცის ქვეშ დატოვა. ოჯახის წევრების ნაწილი ღამეს ნათესავებთან ათევს, ნაწილი კი წიწილების სადგომში რჩება. ოჯახი დახმარებას ითხოვს. მარტვილის რაიონის გამგებელი მამუკა დანელია ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახს 1500 დოლარით უკვე დაეხმარნენ, სხვა რესურსი კი ბიუჯეტში არ არსებობს. ამის 2 საათზე 2:30 იყო შვილო, სამეკანია მიეცა თენმა და რავის ვერაფერმა ვერ უშველა დედიკო. ბობოხიძესთან დაკავშირებით ჩვენმა სოციალურ საკითხთა კომისიამ წინა კვირაში განიხილა ეს საკითხი და მას როგორც სტიქიით დაზარალებულს ბიუჯეტიდან გადაერიცხა 1500 ლარი. შესაძლებელია ეს სრულად კომპენსირებული არ იყოს ის, რაც მათ დაკარგეს და რაც მათ ზარალი მოუვიდათ, მაგრამ ჩვენ რისის შესაძლებლობაც გვაქვს იმ ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე ამ ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით, ახალი კი დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბებით რამდენიმე წუთში ნინო ვარდოსაინძესთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.